მამაშიოს ზიზავას ის იყო საოცარი პიროვნება ის იყო ამდენად წმინდა ადამიანი მე მინდა გავიხსენო ერთი ასეთი შემთხვევა მე ჩავედი სენაკში რომ მე მკურნალო წლებია და ხშირად მოდიოდა ჩემს სანახავად მამაშიო მოიყვანა თან მოხვა მორჩილი ბერი ექიმებმა რომ დაინახეს რომ სტუმარი მოგვივიდა მოიტანეს რძე პატივიქცეს და ეს იყო პეტრე პავლოვის მარხვა მე ვიყავი ახლა ნაკურთხი ეპისკოპოსი და მამაშიომ წაიკითხა ლოცვა და მე გადავსახე ჯვარი და დავლიეთ ეს რძე და მარხვაში არ შეიძლებოდა მაგრამ რადგან მოიტანეს პატივი ეცეთი ექიმებს და ის მორჩილი ბერი დადგა ისაია ჩიქოვანი დადგა ცოტა მოშორები და ზედას არ შეხედა იმ რძეს და მამაშიო მეუბნება მე უფევ არ გეწმინოს ჯერ არ არის იმ სიმაღლეზე სულიერად რომ პეტრე პავლოვის მარხვაში რძე დალიოს საოცარი აღსასრული ჰქონდა ჩამოიდნენ სენაკიდან ჩემთან სოხუმში სოხუმის მიტროპოლიტი ვიყავი ჩამოიდნენ ბერები მონოზნები და მითხრეს რომ მამაშიო ძალიან ცუდა და კარგავს გონებას და ყვირის მეუფე და წავედი მე წავიყვანე მღვდელი წავიღე წმინდა ზიარება სოხუმიდან სენაკში და გამოიძახე მამა კონსტანტინე ხვარაია მამა კონსტანტინე იყო მამაშიოს მოძღვარი და მამაშიო იყო ჩემი მოძღვარი და ვთხოვე რომ წმინდა ზიარება მეთქი მიეცი რადგან შენ მოძღვარი ხარ შენ აზიარე არა ვერ ვაზიარებო რაღაცო დარეული აქვსო წყალიო თუ რაღაც მე ვთხარი რომ ამ შემთხვევაში არ აქვს მნიშვნელობა და უნდა აზიარო ვერაფრით ვერ დავაჭერი ისეთი ჯილტი იყო კონსტანტინე მე შევედი ოთახში და ვთხარი მამაშიო გინდა რომ მეიქაზიარო მაზიარეო მაგრამ ჩქარავ რო დავიწყე ლოცვების კითხვა სულ ყვირო და ჩქარა მეშინოდა რომ არ გარდაეცვალოს მეთქი და ვაზიარე და სულ ოფლიანი დავჭექი მის გერდით სკამსე და ასე გადმოიღო ხელი
დამადო მუხლზე და ეუბნება ჩემო პატრიარქო. არამეთქი პატრიარქი კი არა, მიტროპოლიტი ვარ მეთქი. ჩემო პატრიარქო. და ვაზიარე და იმ ღამეს გარდაიცვალა. მე მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, დიდი მაგალითი გვაჩვენეს ამ დედებმა და მამებმა. ფავსტო და აგეფსინე, მონოზნები, სხვები, მამა კონსტანტინე ხვარაია, დიდი ადამიანები იყვნენ და მასზე შეიძლება ცალკე წიგნების დაწერა.